სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს ბიბლიური კითხვები და პასუხებია, რომელიც ეხება ბოლო ჟამის პერიოდს, გამოცხადების წინგს, მხოლოდ ამ კონკრეტული თემით არიან დაინტერესებული ამ სესიაზე. შემდეგი კითხვა სვავს ფლოიდი. დიახ, მოგესალმებით, მე ვქია ფლოიდი და კითხვა, რომელიც მე მიდოდა დამესვა არის ის, რომ როგორი ურთიერთობა აქვს მეშექსა და თუბალს, ასევე მაგოქს და გოქს და მე მოვისმენე ერთი განცხადება პასტორისაგან, რომ თითქოს და ეს ყველაფერი ეხებოდა რუსეთს და რუსეთთან იყო დაკავშირებული და რომ ისინი შედიან ისრაელის მიწაზე ამ ბოლო პერიოდში და ისინი იღებენ მონაწილეობას აქ. შეიძლება რომ რაღაცები ჩამისწოროთ თუ მე სწორად არ გავიგე. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ძირითადად ესენი გეოგრაფიული ტერმინებია. ისინი ეხება კონკრეტულ ტერიტორიას, რომელიც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა მათი დაზუსტება, ფიქრობ, რაც გაკეთდა და მე ჩავიხედე ასევე ბატონი ჯონი რასაც ამბობს, სკოუფილდი არის პირველი, ვინც წამოწია ეს თეორია. იცით, სკოუფილდის განმარტებით ბიბლია ძალიან ცნობილია, რომ მეშექი არის მოსკოვი, თუბალი არის ტობოლსკი. ამას ამბობს ჯონ მაკარტური და ასევე ამბობს ჯონ მაკარტური, რომ ეს ლენინგრადის ძველი სახელიაო. ეს არ არის ესე. ტუბოლსკი არის ურალში ქალაქი და კარგად შევისწავლე მე, რომ ეს ლენინგრადის ძველი სახელი ეს არ არის. პეტერსბურგი არის, იცით, წმინდა პეტერბურგი, სენტ-პეტერსბურგი, დღესაც შეიცვალა ეს სახელი, მაგრამ მაშინ ცივი ხანის პერიოდში შეიძლება კარგად ის ზედაპირულად არ გამოიკულიეს, ხო? და ჯონ მაკარტური აგრძელებს, დიკ მარტინს ეუბნება, დიკ თუ გსურს, შეგიძლია რომ გააგრძელო ეს თუ შენ უფრო მეტი გაქვს ამასთან დაკავშირებით სათქმელი. რაც შეეხება იმას თუ რატომ არიან ისინი დაკავშირებული საბოლოო წინასწარმეტყველებასთან, მე არ მგონია რომ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს გეოგრაფიული აღნიშვნა და მივიღოთ ეს ჭარბად, რომ ეს გავავრცელოთ დღევანდელ რუსეთსაც. მხოლოდ ამ თვალსაზრისით გეოგრაფიული იმითი, იმიტომ რომ შეიძლება მომავალში უკვე მან რუსეთი და სხვა ფორმით იყოს უკვე წარმოდგენილი და არა საბჭოთა კავშირით. და დიკ მარტინიც აგრძელებს. დიახ, ფიქრობ, ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო ამას, ის არის რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს მინიშნებები იმის შესახებ, თუ სად არიან ეს გეოგრაფიულად, მაგრამ იქნება თუ არა დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და სისტემა, როგორიცაა საბჭოთა კავშირი, SSR, ხო, USSR-ს ამბობენ ისინი, რომელიც ამჟამად მოიცავს ამ ადგილებს, ჩვენ ამაზე დადასტურებით არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ადგილზე, როდესაც ეს მოხდება, განსაკუთრებით თუ არის 1000 წლეულის ბოლოს, მაშინ ფაქრობრივად SSR-ს მე მგონი არ იქნება ამ ფორმით მოცემული, ხო? რაც ჩვენ დღეს ვიცით და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ იგი გეოგრაფიულად, მაგრამ მათი პოლიტიკური რაღაცა ნიშნები, პოლიტიკური შედგენილობა შეიძლება ამ თვალსაზრისით არ იყოს ამ ფორმით, როგორიც დღეს არის. ამჟამად დომინანტი ძალა, იცით რომ რუსეთი შემოდის და ეს არის მოხსენებული ბიბლიაში, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოდის ქვეყანა და ჩრდილოეთით მხოლოდ ეს რუსეთის ძალა მოიაზრება, ეგვიპტე მოდის სამხრეთიდან და ჩინეთი მოდის აღმოსავლეთიდან. აი ეს შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ესენი მოხსენიებულია, მაგრამ იმ პერიოდში როგორი იქნება ეს ფორმა ამ სახელმწიფოების და ერქმევა თუ არა ეს სახელები, ცოტა ძნელია რომ ამაზე დარწმუნებით ვილაპარაკოთ. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. დიახ, ახლა გეოგრაფიულად მართალია თქვენ გაქვთ ჩრდილოეთი, ეს არის გოგი და მაგოგი და ეს იყო იმ ტერიტორიის უძველესი სახელი, მაგ დროს, როდესაც ეს წინასწარმეტყველება ეზეკიელის 38 თავშია 40-ში და სხვაგან და ეს იყო უძველესი სახელები მაშინ. მეშეხი არის ზოგიერთ თარგმანში მეშექი ქართულად და თუბალი. შეიძლება იყო ამ ტერიტორიების უძველესი ტერმინები. და შემდეგ ეს გახდა მოსკოვი და ტობოლსკი. ან ლენინგრადი. ლენინგრადი ხო გითხარით, ეს არასწორი იყო, მე რაც ჩავიხედე, ტობოლსკი ჭუმენის იმაშია, ურალთან არის, მოშორებით მოსკოვიდან. და ლენინგრადი კი იცით, რომ აქეთ არის უფრო დასავლეთში. და ბიბლია ამბობს, თუ ვინ დაისაკუთრებს ამ მიწებს, როდესაც ეს საბოლოო ჰოლოკოსტები მოვა. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს ტერიტორიები ყველანი ჩამოდიან და სამხრეთის მეფე ქვემიდან ამოდის. პოლიტიკურად ახლა ეგვიპტე დღეს ისრაელის მტერი არ არის ამ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.
და შენ თქვენ გვაყავთ აღმოსავლეთის დიდი არმია, რომელიც შემოიჭრება და თქვენ ყავთ რომის იმპერიის კონფედერაციის 10 ელემენტი, 10 სახელმწიფოს ერთიანობა და სხვათა შორის ევროპის საერთო ბაზარზე დღეს 10 სახელმწიფო გაერთიანებული. შეიძლება 12 გახდეს და მე ეს არ მაწუხებს, იმიტომ რომ იქიდან შეიძლება გავიდეს და მართლაც იცით რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ხომ? ასე რომ ეს არნიშნავს რომ დღეს ესე არიან და ხვალე არ იქნებიან. 10 არის მოხსენებული აი ამ ევროპული იმიდან კავშირებიდან, რომის ძველი იმპერიაზე აღმოცენებული. და ეს ყველაფერი ფორმირებას იწყებს და ყველა ეს ნაწილი ერთიანდება. გაითვალისწინეთ ის რომ მე მჯერა და მწამს ალბათ თქვენს რომ ეკლესია უკვე ატაცებულია და შემდეგ იწყება აქ ეს ყველა დიდი შეჭირვებები. გასაგებია. დიახ, მადლობთ ჯონ, გასაგებია.